მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ქართული ტევეს მაყურებლის წინაშე წარსდგებ მე ვაჟა ოთარაშვილი ფრიად აქტუალური თემით ფრიად მტკივნეული თემით და ეს მტკივნეული თემა ეხება ქართველი ერის ეროვნულ გმირს უაღრესად გამორჩეულ დიდ ფიგურას ქართულ ისტორიოგრაფიაში გიორგი სააკაძეს, რომელმაც სამშობლოს მამულს შესწირა თავისი ოჯახი, თავისი შვილები, პაატა, დავითი, ავთანდილი, თავისი სიცოცხლე, თავისი მთელი მოღვაწეობა საქართველოს ყიზილბაშთაგან და უჯულოთაგან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. პიროვნება, რომლის ორი ძეგლი საბედნიერო დამშვენებს ჩვენს მამულს, ერთი მის მშობლიურ კასპის რაიონში და მეორე დედაქალაქში, სააკაძის მოედანზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან. დიახ, გიორგი სააკაძეს, რომელმაც უაღრესად ტრაგიკული ცხოვრება გაიარა. გიორგი სააკაძეს, რომელიც ჯერ კიდევ 1594 წელს სიმონ პირველი მამაცი ქართლის მეფე აჯილდოვებს სიგელ გუჯარით როგორც ერთგულად ნამსახურებულ ყმასა. მაგრამ სამწუხაროდ ქართულ ისტორიოგრაფიაში გარკვეული პიროვნებები ისე როგორც ადრე დღესაც ებრძვიან ამ ბუმბერას ადამიანს და საერთოდ რაღაცნაირად თითქოს ჩვენთან დამკვიდრდა ერის დიდი შვილების გაკილვა, შეურაცხყოფა, გმირების სახელის შებღალვა, აუგად მოხსენიება დავით აღმაშენებლისა, აუგად მოხსენიება წმინდა თამარ მეფისა, აუგად მოხსენიება ერეკლე მეორისა, პატარა კახისა. თითქოს წესად შემოვიდა ეჭვი შევიტანოთ ჩვენი ერის დიდ გამარჯვებებში. ეს იქნება დიდგორის ბრძოლა, ეს იქნება მარტყოფის ბრძოლა, ეს იქნება ქსანი ქარჩოხის ბრძოლა თუ სხვა. და გავკილოთ, გავანადგუროთ, გავაცამტვეროთ ეროვნული გმირები, ხოლო მოღალატეები ქვეყნისა, რომელთა სახელიც ისტორიამ მოღალატის და ორგულის დარად შერაცხა და როდესაც ვინმეს შადიმანს დაუძახებ, ყველას მოღალატე, ერის მოღალატე, მეფის მოღალატე შადიმანი გაგონდება. სამწუხაროდ ჩვენ და ვიკიპედიაში 2003 წლიდან თურმე დევს შეფასება ჩვენი ძვირფასი ბრჭყალებში ისტორიკოს ლიტერატორებისა, რომლებიც აუგად მოიხსენიებენ გიორგი სააკაძეს, რომლებიც ცდილობენ მოღალატე შადიმან ბარათაშვილის წარმოჩენას, ვითომ მას არაფერი ბრალი არ მიუძღვის ლუარსაბ მეფის სიკვდილში, ლუარსაბ მეფის შაჰაბაზსათვის მიგვრის ამ ამაზრზენ ვერაგულ საქმეში და ვითომ ანგელოზის ფრთებით დაფარფატებდა ეს მართლაც სატანის მოციქული, როგორც მას გამოჩენილი სომეხი ისტორიკოსი იმ დროისა, მე-17 საუკუნისა არაქელ დავრიჟეცი, იგივე არაქელ თავრიზელი უწოდებს. აი რა ინფორმაცია დევს ვიკიპედიაში, მე პატარა ამონარიდებს წაგიკითხავთ და შესაბამისად უპასუხებ ამ უვიცობას, შეგნებულ სიმახინჯეს, გაყალბებას ჩვენი ისტორიისა, რითაც უმახინჯებენ ჩვენ მომავალ თაობას, ცნობიერებას, რითაც უმახინჯებენ და ამახინჯებენ მათ ცოდნის დონეს. ნახეთ
რა წერია ამ ვიკიპედიაში უკანასკნელ ხანებში ქართველი მწერლები და ისტორიკოსები შადიმანის რეაბილიტაციას შეეცადნენ. შადიმან ბარათაშვილზეა ლაპარაკი. ამ მოღალატე გაიძვერა შაჰ-აბასის აგენტზე საქართველოში დღევანდელი ტერმინებით რომ ვთქვათ შაჰ-აბასის გრანტებით გასუქებულ ფეოდალზე. ნახე რას წერს ბატონი როსტომ ჩხეიძე. მის გაიდეალებას, ანუ შადიმანის გაიდეალებას კი არავინ მოითხოვს, მაგრამ ხალხოსნურ საბჭოურ კლიშეს ადევნებულნი ქვეყნის ორგულადაც ნუღა დავსახავთო. წარმოგიდგენიათ? მე-17 საუკუნეზეა ლაპარაკი, მე-17 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც იმერეთში მყოფი, იმერეთის სამეფო კარზე მყოფი ლუარსაბ მეორეს გაიძვერობით, ტკბილი ენით, ვერაგულად სუფრაჯი შადიმან ბარათაშვილი გადმოიყვანს იმერეთიდან და მიგრის შაჰ-აბასს. და თურმე საბჭოურ კლიშეს ადევნებული ყოფილა ეს ყველაფერი ჩვენგან, რომ ორგულად ნუ დავსახავთ შადიმან ბარათაშვილს. რადგანაც თურმე ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს მოღალატედ წარმოაჩენს, იოსებ თბილელის დიდმოურავიანია, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავიაო. შადიმანის საპირისპიროდ ამას ამ მოსაზრებას ასევე მხარს უჭერს ვინმე ვაჟა კიკნაძე. შადიმანის საპირისპიროდ, ანუ დასაცავად მისი მოწინააღმდეგენი ქართლის ცხოვრების ამ ნაწყვეტს იშველივენ მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომლიც არა იყო მოურავის მოყვარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმა დაუცადებლად დააკვირდით ტერმინებს დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა. ქართლის ცხოვრება არ ამარავს, რომ სუფრაჯი შადიმან ბარათაშვილი დაუცადებლად ტყუილ უბრალოდ აბეზღებს გიორგი სააკაძეს მოურავს მეფესთან. და იქვეა განმარტება, რომ 1614 წლიდან შაჰ-აბასის სამსახურში ჩამდგარა შადიმან ბარათაშვილი. ეს არის დაბეჭდილი სათაურით ზვარაკად შადიმან ბარათაშვილი, ჩვენი მწერლობა 2003 წელი გვერდი პირველი. ამრიგად, ასევე აგრძელებს ავტორი, ამრიგად შადიმანი გარევით გარეულია ლუარსაბის გამგზავრებაში შაჰის კარზე, მაგრამ სულაც არ ჩანს თითქოს პირადი გამორჩენა თუ ანგარება ამოქმედებდეს. ლუარსაბი შაჰის კარზე ჩაყვანისთანავე რომ დაესაჯათ სიკვდილით, იქნებ მისი სისხლის ერთი წეთი მაინც მისხმოდა შადიმან ბარათაშვილსაც, მაგრამ შაჰს მისი მოკლა არ ქონია განზრახული. ეგ არის ქართლში აღარ უშვებდა და საპატიო დღესავით ყავდა. ამბობს როსტომ ჩხეიძე. აი ესეთი იდიოტური განცხადება როგორ შეიძლება გააკეთო, როდესაც არც ერთ ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროს არ გასცნობი ხარ. წარმოდგენა არა გაქვს არც იმ ეპოქაზე, მე-17 საუკუნის პირველ მესამედზეა ლაპარაკი. არც ამ პიროვნებების ქმედებები იცი დაწვრილები თუ რა ხდება. და ესეთი იდიოტურ, სულელურ და მოღალატურ პოზიციას ამჟღავნებ ამ გარეწარი მართლა მოღალატე შადიმან ბარათაშვილის მიერ ეთყობა სულიერ ნათესაობას ნახულობენ ეს აჩლატუნოები ამ იმასთან შადიმან ბარათაშვილთან. ეხლა მე წაგიკითხავთ არაქელ დავრიჟეცის ცნობას, ხო ამბობს რომ არც ერთი ისტორიული წყარო არ არსებობს, სადაც შადიმან ბარათაშვილი არის უარყოფით პიროვნებად გამოყვანილიო. ეხლა მე წაგიკითხავთ არაქელ დავრიჟეცის ცნობები საქართველოს შესახებ. ეს კაცი ცნობილი ისტორიკოსია, ცნობილი სასულიერო მოღვაწეა, სომეხის სასულიერო მოღვაწეა, რომელიც მოძღვარი იყო, მთელი ცხოვრება ეჩმიაძინში ცხოვრობდა ფაქტიურად გამოუსვლელად. იგი მხოლოდ ერთადერთხელ გარკვეული ხანით ჩასულია ისპაჰანში, მან გაიგო
ის ყველაფერი რაც ტრიალებდა შაჰ-აბასის კარზე ინფორმატორები ყავდა როგორც ირანელები ისე იქ მცხოვრები სომხები ისე იქ მცხოვრები როგორც ჩანს ქართველები და სხვა ერის ხალხიც და აი სწორედ აი ამ არაქელ თავრიზელმა სწორედ 1655 წელს დაიწყო ამ ისტორიის წერა რომელსაც ქვია ცნობები სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ იმ დროს მე-17 საუკუნის პირველ მესამედში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ხიზილბაშთა შემოსევებზე საქართველოში შაჰ-აბასის სამეფო კარის ვერაგობაზე გიორგი სააკაძეზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უნდა ითქვას რომ თვითონ ეს სასულიერო მოღვაწე და ისტორიკოსი ეჩმიაძინშივია დასაფლავებული 1670 წელს გარდაიცვალა იგი ძალიან დიდი პატივით დაკრძალეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ 1645 წელს იგი ამ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად მოგეხსენებათ რომ ისპაჰანში იყო სომხური ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესია არ ყოფილა თორემ სომხური ეკლესია იყო და აი ამ სომხური ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად იგი ისპაჰანში ჩავიდა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გაიგო სწორედ აი ყიზილბაშთა შემოსევების შაჰ-აბასის სამეფო კარის გიორგი სააკაძის ლუარსაბ-მეურის შესახებ და ნახეთ რას წერს აი ეს ცნობილი სასულიერო მოღვაწე და ისტორიკოსი რომელსაც სხვათა შორის ძალიან აფასებენ უცხოელი მეცნიერები გამოჩენილი მეცნიერები თუნდაც ის რა დღის რომ მარი ბროსემ ამ ცნობილმა აკადემიკოსმა ქართველოლოგმა რომელმაც 15-ზე მეტი ენა იცოდა სოფლიოს 15-ზე მეტი ენა იცოდა 1875 წელს ფრანგულ ენაზე თარგმნა და გამოსცა სხვათა შორის სანქტ-პეტერბურგის გამოცემაც არის ესა არაქელ თავრიზელის ცნობები საქართველოს შესახებ იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა ეხლა მე მგონი მარი ბროსე ფიგურა არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა მეცნიერებაში და მარი ბროსე პირდაპირ წერს თავის რელაციებში რომელიც პეტერბურგის არქივებშია 125 რელაცია როგორ წერს რომ პირდაპირ წერს რომ შადიმან ბარათაშვილი იყო გაიძვერა და მოღალატე მეფისა მაგრამ ეს ამ ავტორებმა არ იციან ვინც ვიკიპედიაში ამ იდიოტიზმს და სისულელეს დებენ აი რას წერს შადიმან ბარათაშვილზე არაქელ თავრიზელი რომელმაც სწორედ აი ისპაჰანიდან აიღო ეს ინფორმაცია რო იტყვიან პირველი წყაროდან ხო ამბობენ ეს ჩხეიძე და კიკნაძე რომ სხვა წყარო არ არსებობსო სადაც თურმე ფთაფარფატა ფერია შადიმან ბარათაშვილი აუგად არის მოხსენებული აი როგორ ახასიათებს შადიმან ბარათაშვილს არაქელ თავრიზელი რომელიც შაჰ-აბასთან გარიგებაში შედის რათა იმერეთის სამეფოში გაქცეული თეიმურაზ და ლუარსაბ-მეორიდან ლუარსაბ-მეორე ჩამოუყვანოს სწორედ მოსაკლავად და საწამებლად შაჰ-აბასს ნახეთ რას წერს შაჰ-აბასს ვერ ჩამოყავს თავისთან ქართველი მეფეები ეს ხდება 1614 წელს რა პერიოდია ეს არის პერიოდი როდესაც შაჰ-აბასმა პირველი შემოსევა დაასრულა კახეთში როცა მთლიანად მთელი კახეთი აოხრა როცა გადაწვა გადაბუგა ზაგემი გრემი თელავი ყველა დასახლებული პუნქტი იავარქმნა შაჰ-აბასმა ნახეთ რას წერს იგივე ისკანდერ მუნში ამის თაობაზე ცნობები საქართველოს შესახებ 1969 წლის გამოცემა ვლადიმერ ფუთურიძის თარგმანი თვით ისკანდერ მუნშიც შაჰ-ჰუსეინ მალიქ-სისტანიც რომელიც ასევე მეორე მეისტორია რომელიც ამ შემოსევებისას ახლდა შაჰ-აბასს და რომელიც მერე ავად გახდა და უკან დაბრუნდა ისპაჰანში რომლებიც თვით მხილველები არიან კახეთის საოხრებისა რას წერენ რომ ეს ულამაზესი მხარე კახეთსა მათაც კი ენანებად ულამაზესი მხარე რომელიც დამშვენებული იყო კოპწია სახლებით სხვათა შორის ქვის სახლებითო ვენა ბაღვენახებით აყვავებული ბაღვენახებით ველმინდვრებით ჭიდრო დასახლებული სოფლებით სისხლის ტბორებით და ცეცხლით და מחვილით გადაუარა ყიზილბაშთა მურდომ ამას თვითონ წერენ იქაური ირანელი მეისტორიები
და ამის მერე თურმე ფრთაფარფატა ანგელოზი შადიმან ბარათაშვილი ასევე ფრთაფარფატა ანგელოზ შაჰაბას თავაზობს რომ მე გადმოგიყვან ლუარსაბ მეფეს და თურმე თუ როსტომ ჩხეიძის სიტყვებს დავესხებით შაჰაბას არ ქონდა მოკლა განზრახული ლუარსაბ მეფისა თურმე მოფერება უნდოდა და განიავება ჰაერისა მარტო ნახეთ კიდე ერთხელ ვიმეორებ რას წერს არაქელ თავრიზელი ვიდრე შაჰი საგონებელში იყო და ვერ პოულობდა ვერავით არ გამოსავალს თუ როგორ გადმოეყვანა ლუარსაბ მეფე როგორ გადმოეტყუებინა იმერეთიდან იმ დღეებში ერთი ვიღაც თბილისელი კაცი შადიმან ბარათაშვილი ბოროტების მსახური წყეულის შვილი ეშმაკისგან აღძრული სატანა წაქეზებით მოვიდა თბილისიდან მივიდა ხელმწიფის ბანაკში და უთხრა შაჰს თუ შენი უდიდებულესობის მიზანია ლუარსაბის მოყვანა თუ შენ ნამდვილად ეს გსურს და მას არაფერს ავნებ მეწავალ და მოვიყვან მას ჩემთან ამ კაცის სიტყვებმა დიდად გააკვირვა შაჰი და კითხა მას შენ როგორ შეძლებ ამის მოყვანას კაცმა უპასუხა ჩვენ ლუარსაბის ნათესავები ვართ რადგან იგი მირონცხების მადლით არის ჩემი ნათროლი და ჩვენ ურთიერთშორის დიდი ნდობა გვაქვს ამიტომ მწამს რომ იგი დაუჯერებს ჩემს სიტყვას და გადმოგიყვან ნახეთ ამ სიტყვების გაგონებამ აუწერელი სიხარულით აავსო შაჰი რადგან ის საქმე რომლის მოგვარებასაც თვითონ სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა რომელიც მას დიდხანია ეწადა მაგრამ ვერ აღწევდა საწადელს ახლა ადვილად აღსრულდებოდა ამიტომ ამ კაცს აღუთქვა დიდძალი განძი მრავალი საჩუქარი და დიდი პატივით განდიდება თუ მოიყვანდა ლუარსაბს ის ბედკრული და ავის მომქმედი კაცი რომელიც გახდა ქრისტიანთა სამეფოს დაღუპვის მიზეზი წავიდა ბაშიაშუქში ბაშიაშუქი არის იგივე იმერეთი ლუარსაბთან და თეიმურასთან და მრავალი დღის განმავლობაში დააკვირდით ესე იგი შადიმანი მრავალი დღის განმავლობაში ელაპარაკებოდა ლუარსაბს სარწმუნო და სიბრალულის აღძვრელ სიტყვებს ვიდრე არ შეასუსტა მისი აზრის სიმტკიცე მაგრამ თეიმურაზი ლუარსაბის დედა და არ ენდობოდნენ შადიმანის სიტყვებს არა დაგდებდნენ მათ რადგან დარწმუნებით იცოდნენ რომ ყოველივე ეს შაჰის თვალთმაგცური მორიგი ხერხი იყო ესე იგი შადიმან ბარათაშვილი ეს როგორც ახასიათებს სატანის კერძი ავის მოქმედი კაცი და სულგაყიდული ეშმაკზე უჩიჩინებს იმერეთის მეფის კარზე სამშვიდობოზე ყოფ ლუარსაბს რომ რამენაირად წამოიყვანოს შაჰ-აბასისკენ და თეიმურაზ მეფე თეიმურაზ პირველი იგივე ლუარსაბის დედა და რომელიც ხორეშანი არის თეიმურაზ პირველის მეუღლე ეუბნებიან რომ არ დაუჯერო იმიტომ რომ ეს არის შაჰის მორიგი ვერაგული მზაკრული განზრახვა და არ დაუჯერო ამ კაცს მაგრამ იმ სატანის კერძმა შადიმანმა წარმოიდგინეთ და არაქელ თავრიზელის სიტყვებია სატანის კერძს უწოდებს იმას შადიმანს იმ სატანის კერძმა როგორც გველმა ევა ისე დაიყოლია და დაითანხმა ლუარსაბის გონება შაჰთან წასვლაზე და შემდეგ მოდის ლუარსაბის დედა მისი და თეიმურაზი დიდებულები ყველა მათი მეგობარი ცხარე ცრემლებით ტიროდნენ მოსთქვავდნენ და ეუბნებოდნენ ნუ ჩაუგდებ შენ თავს მტერს ხელში რადგან შაჰი მტერია და არა მეგობარი და შენს დაღუპვას ფიქრობსო თეიმურაზი ეუბნებოდა შადიმანზე ნუ დაუჯერებ მაგ ორგულს და ვერ აგხեց რადგან იგი ჩვენ დაღუპვას ცდილობს წარმოგიდგენიათ და ვითომ ესენი არ არსებობდა ეს წყაროები რომელიც შადიმანს ახასიათებს და რაღაცა იქ სისულელებს სთავაზობენ იმას მომავალ თაობას რომ აუღრიონ ისედაც ამღრეული გონება მაგრამ ლუარსაბის გონებას უფრო მეტად მოსწონდა იმ კაცის ბოროტების მსახურის სიტყვა ნახეთ როგორი ეპიტეტებით ბჭყალებში ამკობს არაქელ თავრიზელი ყოველ შადიმან ბარათაშვილის ხსენებაზე აი
ბოროტების მსახური, სატანის კერძი, ავის მომქმედი კაცი, ეშმაკისაგან აღძრული სატანის წაქეზებით. აი ამაზე, ესე იგი, ეს გამოყვავს თურმე რომ ყოფილა, ესე იგი, მისი მოკლა და ის განზრახული არ ქონდა და არ უშვებდა საპატიო ტყვესავით უნდა და ყოლოდაო რა, თურმე თოჯინასავით უნდა და ყოლოდა ლუარსაბ მეფე იმას, რა ქვია, შაჰაბას მოკლა კი არ უნდა და წამება. თურმე საპატიო ტყვესავით უნდა და თვალმარგალიტები და იმით აევსო, რა ქვია. აი და იქვე მე აგრძელებს, ნახეთ. ამრიგად, ესე იგი, გაბრიყებულმა ამ კაცისგან, ამ შადიმანისგან გაბრიყებული ჭკუით არ დაუჯერა ლუარსაბმა თავის მეგობრებს. ერწმუნა შადიმანის მიერ ნათქვამ შაჰის სიტყვებს და ფიცდა წავიდა ბაში აჭუყიდან, ბაში აჭუყი ეს იმერეთიდან, რომ შაჰთან მისულიყო. როდესაც მისილის მოსulis ამბავი მოუტანეს შაჰს, აღარ იცოდა როგორ გაეხარებინა თავისი გული. შაჰი ამიტომ ხარობდა თავის გულში და სულში, რომ ეს დღე მისთვის ბედნიერი იყო, ვიდრე სხვა ცხოვრების დღე, რადგან უსრულდებოდა ბოროტის სურვილი. ბოროტის სურვილი რა არის, რომ საპატიო ტყვეთ ყოლოდა ლუარსაბი, როგორც ესენი ამბობენ, აქ ვიკიპედიაში როდებს სისულელე? როგორ ჩვეულებათ აქვს ცფიერსა და გველის ბუნების სპარსელთა მოდგმას და განსაკუთრებით ამ შაჰს, დიდად დახელოვნებულ ვეშაპს, ჯერ დიდი სიყვარული და პატივით მიიღო ლუარსაბი. ხშირად ფუჭი და თვალთმაქცური სიტყვებით და გულის მუნგების სიტყვებით ესაუბრება მას, სანამ ხმა არ გავრცელდა მთელ საქართველოში, რომ თითქოს შაჰის მიერ ლუარსაბის დაბარებას სიყვარულის და ერთობის გარდა არავითარი მიზანი არ ქონიაო. ამის შემდეგ შაჰმა თავისი ჯარით აიყარა და წავიდა თბილისს, თან ლუარსაბი წაიყვანა და თავის სწორად დიდის დიდებით ყავდა იგი და ხშირად ესაუბრებოდა. და რა ხდება მერე? შადიმან ბარათაშვილის ამ გაიძვერული და მზაკრული სვლის შემდეგ ლუარსაბი გადმოდის შაჰაბასთან. ხდება შაჰაბასი სადღაც გორის მიდამოებში, გორი ქართლის მიდამოებში, სოგან ალია ნახსენები სურამის მახლობლად და მოდის თბილისში და მოყავს ლუარსაბი. ირანელი მეისტორიები რას წერენ ამის თაობაზე? ირანელი მეისტორიები პირდაპირ წერენ, რომ შაჰმა მიუგზავნა მერე ლუარსაბს ხალხი დაეუბნება, რომ გაყევი შაჰს, ეხლა თქვენ ხო თანასწორები ხართ, აი როგორ დიდებულად შეხვდა შაჰაბასი და მოდი თბილისშიც გაყევი. მერე თბილისში როცა არიან ეუბნებენ, მოდი შაჰი საქართველოს შენი ქართლის სამეფოს საზღვრებამდე მიაცილე როგორც მეფე და ყარაის ველებისკენ წავლენ ერთად. და იქიდან მერე შაჰი სთხოვს, რომ მოდი ეხლა განჯაში წავიდეთ ერთად, უნდა დავიბარო მე შირვანის, შამახის, ადერბაგანის ბეგლარბეგები და უნდა უთხრა, რომ შენ ხარ ძლევამოსილი მეფე და ყველა შენ დაგემორჩილოს. გულში კი ხდება ლუარსაბ მეფე მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, რომ დიდ მზაკრობას და ვერაგობას აქვს ადგილი, მაგრამ იგი მიყვება შაჰაბას. თუმცა ცდილობს გაქცევასაც. რატომღაც ესეც დამალულია და არ არის ისე გახმაურებული. ეხლა ეს ეგრეთ წოდებული ლიტერატორ მეისტორიები რომ ამას არ იტყვიან, ცხადია, მაგრამ ისკანდერ მუნს ცნობების საქართველოს შესახებ პირდაპირ აქვს ეს მოცემული. 1969 წლის გამოცემაში, სხვათა შორის ეს ცნობები ისკანდერ მუნშისა გერმანულად თარგმნა დორმა, ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა. და გერმანულადვე წაიკითხა თავის დროზე, გასული საუკუნის 20-იან წლებამდე დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც მაშინვე გააკეთა სწორი დასკვნა გიორგი სააკაძესთან მიმართებაში და ეს ასახა თავის ცნობილ წიგნში
პირველივე გამოცემაში ისტორიის წყაროები, მიზნები და ამოცანები, მეორე გამოცემა 1953 წელი, რომ ქართლის ცხოვრების მემატიანეებს ბერეგნატაშვილსაც და ვახუშტი ბატონიშვილსაც დაშვებული არ შეეძლოთ ობიექტურად აესახათ დიდი ქართველი მხედართმთავრის ცხოვრება, გმირული მოღვაწეობა, მისი ბრძოლა სამშობლოსათვის, რადგანაც ისინი მაინც ბაგრატიონთა სამეფო კარის ინტერესებს იცავდნენ და ბაგრატიონთა სამეფო კარის მიერ დანიშნული ისტორიკოსები იყვნენ. ეს არის დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვები. გვერდი 9 1953 წლის გამოცემა, ისტორიის მიზნები, ამოცანები და წყაროები. ნახეთ ბატონებო. ან როგორ აფასებს იგივე დიდი ივანე ჯავახიშვილი შადიმან ბარათაშვილს, ამ მოღალატე გაიძვერას. ეს იყო ჩვეულებრივი აგენტი, ისევე როგორც იმდროინდელი ფარსადან ციციშვილი, იმდროინდელი ქაიხოსრო ჯავახიშვილი, ბერუკა ჯავახიშვილი. ეს რო გავიგოთ, ჯერ უნდა განვიხილოთ 1620 წლის აპრილის თვის სასამართლო ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და გიორგი სააკაძეს შორის. როდესაც სააკაძე ეუბნება ქაიხოსრო ჯავახიშვილს, რატო გადამკიდეთ მეფე? მე არ გადამიკიდებია შენთვის მეფე. აბა ვინ გადამკიდაო? ქაიხოსროს რო ეუბნება სააკაძე კედელთან რომ მიაყენებს. ვინ და ბერუკამო? ბერუკაო შვილივით გავზარდებ, მართლაც ბერუკა ჯავახიშვილი, თვითონ ჯავახიშვილებმა განდევნეს. მოგეხსენება ცნობილი გვარი სოფელი ხოვლედან და იზრდებოდა სააკაძეების ოჯახში. და სწორედ ეს პაატას ავთანდილის იორამის დავითის გვერდზე გაზრდილი ბერუკა მოისყიდეს შადიმან ბარათაშვილებმა, ფარსადან ციციშვილებმა, ქაიხოსრო ჯავახიშვილებმა შაჰ-აბასის გამოგზავნილი ოქროებით, ანუ დღევანდელი ტერმინებით რო თქვა გრანტებით შაჰ-აბასსა და უთხრეს რომ ჩვენსას არიჯერებს ამ ტყუილებს ლუარსაბ მეორე რომ სააკაძე მისი მტერია და იქნებ შენ მოატყუო როგორმე შენ ხო სააკაძის ოჯახში იზრდები და შენ სიტყვას უფრო დაიჯერებს თუ ეტყვი რომ სააკაძეს მისი მოკლა განსაზღვრულიო ამ ტყუილს თუ იტყვიო და ბერუკა ჯავახიშვილს რას დაპირდებიან სააკაძის მამულებს ნოსტიდან სოფელ კავთისხევამდე ვინც ყოფილა ქართლში აი ამ გზით ცხეთა ნიჩმისი ძეგვის გზით კავთისხევზე გავლით შემდეგ სოფელ ახალქალაქი და მარცხნივ გადაჭიმული ბოჩან ზემოთ ნოსტე ახალციხე ნახავს ამ მამულებს ეს არის დაახლოებით 12-20 ჰექტარი სადაც გადაჭიმული ქონდა ზურები გიორგი სააკაძეს და ვაზი. აი ამას დაპირდებიან და რა წერია იმ სასამართლო განაჩენში. რისთვის მიღალატა, რისთვინა ქართულ კილოზე არის აქ კითხვა დასმული სააკაძისა. იმითვინა რომ შენი მამულები უკადნეს. პასუხობს ქაიხოსრო ჯავახიშვილი. შენი მამულებს უკეს და დაპირდნენო ამ მოღალატე ბერუკასო. აი ესეთი მოღალატეების გამართლება, როგორიც იყო ბერუკა ჯავახიშვილი, როგორიც არის შადიმან ბარათაშვილი, როგორიც არის ფარსადან ციციშვილი, არ შეიძლება ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამით ერის სული მახინჯდება. ღვთის წინაშე უდიდეს ცოდვას ჩავდივართ. აი ეს უნდა შეიცვალოს ვიკიპედიაში ეს სულელური იდიოტიზმი დამახინჯებული საქართველოს ისტორიისა, როცა გვინდა ჩვენ შადიმან ბარათაშვილის გამართლება. კაცის რომელმაც მეფე გაყიდა და სწორ მართალს წერს იოსებ თბილელი. იოსებ თბილელი უბრალო მწერალი არ არის, უბრალო პოეტი არ არის, უბრალო პიროვნება არ არის. იგი არის მიტროპოლიტი თბილისისა, მიტროპოლიტი ევდემოს კათალიკოსის დანიშნული. დიახ, მიტროპოლიტი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართულ ისტორიოგრაფიაში, ქართულ მწერლობაში. სწორედ დიდმოურავიანს ეყრდნობა ქართლის ცხოვრების ორივე რედაქცია, ბერიეგნატაშვილიც და ვახუშტი ბატონიშვილიც საქართველოს მე-17 საუკუნის საქართველოს პირველი მესამედის აღწერისას. სწორედ დიდმოურავიანს ეყრდნობა.
ამის თაობაზე წერს როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი, ისე წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, ისე მარი ბროსე და ასევე სხვა ცნობილი ისტორიკოსები. ამიტომაც არ შეიძლება ასეთი გაყალბებები ისტორიისა. არ შეიძლება შენი პიროვნული დამოკიდებულება, შენი ბალღამი და ბოღმა, როცა ვერ გაგიგია ამ პიროვნების შესახებ ვერაფერი, გადმოანთხიო მარადიულად. შესანიშნავი წერილების ციკლი ქონდა გასულ საუკუნეში ჟურნალ კალმასობაში დაბეჭდილი ამ ჟურნალის რედაქტორი ცხონებული შარლოტა კვანტალიანი ბრძანდებოდა ქალბატონ რიმა ფირცხალაიშვილს ბრძოლა გიორგი სააკაძის წინამდებ მე-20 საუკუნეში შესანიშნავი წერილების ციკლი, სადაც პასუხობდა როსტომ ჩხეიძეს, რომელიც გამალებით ცდილობდა ჩირქი მოეცხო და მოსცხოს ჩირქი საქართველოს ეროვნულ გმირს. მე ასევე მოუწოდებ განათლების სამინისტროს შეცვალოს თუ არ ვწდები მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოში ის აუგის სიტყვები საქართველოს ისტორიის წიგნში, რომელიც გიორგი სააკაძეზეა. შეცვალეთ, რადგანაც წარმოდგენა არ აქვს ავტორს, როცა უწოდებს მოღალატეს და ოდიოზურ პიროვნებას გიორგი სააკაძეს. გიორგი სააკაძე იყო წამებული კაცი, ბუმბერაზი ფიგურა ქართულ ისტორიოგრაფიაში, ბუმბერაზი მოღვაწე ქართული ისტორიისა, რომელმაც თავისი მოღვაწეობით არა მარტო თავისი მხედართმთავრული ნიჭით დროს გაუსწრო, ეპოქას გაუსწრო და შეწირა საქართველოს ყველაფერი. მეტი გასაწირი არაფერი არ ქონდა. თურქეთში იმიტომ კი არ მოკლეს, იგი რომ მართლა იმის, რა ქვია, ვაზირის ცოლის ის იყო, რა ქვია, ცოლი იყო დაბოღმილი მასზე. არა ბატონებო. მას გაუგეს რომ აპირებდა ანტიმაჰმადიანური კოალიციის შექმნას. ანტიმაჰმადიანური კოალიციის შექმნას ირანის და თურქეთის ორივეს ოსმალეთის და ირანის იმპერიის დასამხობად. და ალთუნ ყალაში ინახავდა იარაღს. და ბოლოსაც როცა სანამ დაიჭერდნენ მოსაკლავად, სწორედ ალთუნ ყალაში აგზავნიდა თოფებს თუ ხმლებს თუ იარაღს, რომ მომავალი აჯანყება მოეწყო დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრებთან, ლევან მეორე დადიანთან, იმერეთის მეფესთან ერთად. სხვათა შორის იმერეთის მეფემ გიორგი მესამემ თავისი ქალიშვილი მიათხოვა ავთანდილ სააკაძეს. ეს უბრალო კაცი არ იყო, რომ ამბობენ გლეხის და აზნაურის და გლეხს და აზნაურს ერთ რეესტრში მოიხსენიებენ სიგელ გუჯარებში გიორგი სააკაძესაც, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსსაც, გიორგი მესამესაც. ეს არ იყო უბრალო პიროვნება. ყველა მიცოდა მისი დიდბუნებოვანი ხასიათი და მისი გმირული შემართება. ასევე მე ხაზი მინდა გაუსვა ერთ მომენტს, ისე უბრუნდები ამ ავტორთა იდიოტიზმის გამომზეურებას. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ორგულად უნდა დავსახავთ შადიმან ბარათაშვილს. მაშ რა თუნდა დავსახოთ, ესე იგი, თურმე საპატიო ტყვეთ უნდოდა რა შაჰაბას. საპატიო ტყვეთ კი არ უნდოდა. როდესაც ლუარსაბი მიხვდა შაჰის ვერაგულ განზრახვას მისი მოკვდინებისა, იგი გაიპარება, უბრალოდ გაპარვას ცდილობს. ეს აღწერილი აქვს ირანელ მეისტორიებს, უცხოელ მეისტორიებს, ბატონებო. ეს აღწერილია ვატიკანის არქივებში, გაპარვას ცდილობს შაჰ-აბასისგან. კარბიდან გაიპარება და დაიჭერენ ამას. ლუარსაბ მეფეს დაიჭერენ, ისკანდერ მუსაკ პირდაპირ აღწერილია ეს ამბავი. თხრობა ბაშიაჩუკიდან ლუარსაბის მოსვლისა და მთელი ეს ამბები. აი ამ სათაურით გვერდი 90, 91, 92 შეგიძლიათ ნახოთ. მე კი არ ვიგონებ რამას. პირდაპირ გითითებთ. და დააპირებს გაპარვას და დაიჭერენ და მოიყვანენ უკან. აქ ისეთნაირად არის ორივე ვარიანტია მისი გაქცევის ცდილობის აღწერილი. ერთი პირველი შაჰის ვერაგობა, რომელიც ასევე აღწერილია სხვათა შორის მეისტორიებს, რომ
შაჰაბასი აჩუქებს რაღაცა ოქროს გვირგვინს თუ ძვირფას გვირგვინს და ეუბნება რომ როდესაც ჩემთან შესახვედრად მოხვალ ყოველთვის თავზე გედგას ეს გვირგვინი და თან ამავე დროს 2-3 დღეში იქვე თავისთან მყოფ ქურდბაცაცებს ეტყვით რომ ეს გვირგვინი მოპარეთ ლუარსაბ მეორესო და მართლაც მოპარავენ და ლუარსაბი როცა მივა ამ გვირგვინის გარეშე თავსაბურის გარეშე შაჰთან შაჰი ეკითხება რატო არ გაქვს ეს თავსაბური რომელიც მე გაჩუქეო ლუარსაბი ეუბნება რომ დაეკარგა მოპარეს გაცეცხლდება ვითომ შაჰაბასი თავის ხელქვეითებს და ასის თავებს დაიბარებს და ეტყვის რომ დაგხოცავთ ყველას თავებს დაგაჭრით თუ ამის მერე ლუარსაბის კარვიდან რამე დაიკარგა ამიტომაც ყოველთვის ლუარსაბის კარვის გარშემო და კარვის კარებთან იდგნენ კაცები და უყარავლონ მას რომ არავინ შევიდეს მოსაპაროდ წარმოგიდგენიათ როგორი დაცვა დაუყენა აი ამ დაცვას მაინც გაეპარება ლუარსაბი და სამწუხაროდ ყიზილბაშთა ბანაკისგან მოშორებით მაინც დაიჭერენ ლუარსაბს და მიგურიან შაჰაბას და რას წერს ისკანდერ მუნში რომ უკვე შაჰაბასი აღარ ენდობა მას და ლუარსაბი ენდობა შაჰაბას რატო იპარება თუ კაი ცხოვრებისკენ მიყავდა შაჰაბას ლუარსაბი როგორც ის ამბობს რა ქვია როსტომ აჩხეიძე ეგ ქართლში არ უშვებდა და საპატიო ტყვესავით ყავდა თურმე ხო აბა რა საპატიო ტყვე მიყავდა განჯაში და მისკენ რა ქვია შირაზის ისპაჰანისკენ აბა საპატიო ტყვე და ამ საპატიო ტყვეობიდან უნდა დახსნა ლუარსაბს თორე ისე თაფარფა და ანგელოზი იყო შაჰაბასი და უნდა გაჰყოლოდა მას ეხლა რაც შეეხება თვითონ გიორგი სააკაძეს პიროვნებას მე მთელი 3 ტომი მიუძღვენი გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევას და ჩემი შეგრებული ცხოვრების ალბათ 40 წელი აი ხელთ მიფყრია ერთ-ერთი ტომი გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან მოურავები ეს მეორე ტომია სადაც ზუსტად არის აღწერილი სხვათა შორის აი ეს ისტორია რომელიც ლუარსაბ მეორის დატყვევებას ეხება თუ როგორ ვერაგულად ჩაიგდო ხელში შაჰაბასმა ლუარსაბ მეორე რას წერენ ამის თაობაზე როგორც იმ დროინდელი ისტორიკოსები ასევე ევროპელი ისტორიკოსები რას წერენ იმ დროინდელი პოლიტიკოსები, პილიგრიმები, რომლებიც შაჰის სამეფო კარზე არიან. საერთოდ ირანელი და თურქი მეისტორიების მიერ დანახული ეს პროცესები რა არის. როგორც აქ ახსენებენ კიდე პიეტრო დელავალეს. პიეტრო დელავალეს სწორედ დადებით კონტექსტში აქვს, სწორედ გიორგი სააკაძე მოხსენებული. და როდესაც ჩვენ ჭყონიას წერილზე ვაკეთებთ აქცენტს, გვავიწყდება რომ ეს არის ტავერნიეს მიერ სწორედ პიეტრო დელავალეს მიერ აკრძალული გამოცემის დაბეჭდვა, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა იმდროინდელი ქართული საზოგადოება. სხვათა შორის მე ამ მეორე ტომში როგორც რუსულ, ისე იტალიურ, ძველ იტალიურად ფრანგულ ენებზეც დავბეჭდე ეს წერილი, რომელიც აი ამდენ კითხვებს ბადებდა და იქ პირდაპირ არის რომ ეს არის პიეტრო დელავალესთან ინფორმატორების მიერ გამოგზავნილი მასალები, თორე პიეტრო დელავალე 1622 წლის მერე 23 წლის 7 იანვრის მერე შობის მერე ახალი სტილით ვამბობ აღარ ყოფილა ირანში. მან დატოვა ირანი, იმიტომ რომ შაჰაბასმა დაიწყო მთელი რიგი რეპრესიები ამ დროს ევროპელი მისიონერების მიმართ. წავიკითხოთ რას წერენ მამა ვინცენტი ჰორმუზელი, ფეხში შევლა კარმელიტის ორდენის ისტორიკოსები, პიროვნებები, მეისტორიები, სასულიერო პირები. უმძაფრესი რეპრესიები დაიწყო შაჰაბასმა. და ჩვენ როდესაც ვეცნობოდით
უნიკალურ ჩანაწერებს ვატიკანის არქივებისა, მართლაც თვალზეცრემლი მოგადგება, როგორ აღწერს პირველ პირში პიეტრო დე ლა ვალე გიორგი სააკაძის პიროვნებას, როგორც ერთგულს, როგორც თეიმურაზ მეფისა, ისე ლუარსაბ მეორისა, როგორ უყვება, რომ ორივე სამეფო აოხრებულია და ქართველი კაცი არ მიიღებს ურჯულო მეფეს საქართველოში. როგორ დაუსაჭურისა თეიმურას შვილები ლევანი და ალექსანდრე, როგორ აწამებს, როგორ ყავს დატყვევებული ქეთევან დედოფალი შაჰაბას, როგორ ყავს დატყვევებული ლუარსაბ მეფე. ამ ყველაფერს პიეტრო დე ლა ვალე წერს ამ რელაციაში, რომელიც დამახინჯებულად ითარგმნა ქართულად. დამახინჯებულად. და პირველი პირი შეგიძლიათ ნახოთ აი სწორედ ამ წიგნში. მე ახლა რეკლამას არ უწევ ამ წიგნს, ბევრს აქვს ეს წიგნი და შეგიძლიათ საჯარო ბიბლიოთეკაში ციხილოთ. სათაურით პიეტრო დე ლა ვალეს უნიკალური ევროპული პირველი წყარო გიორგი სააკაძის შესახებ. და იქ ჩანს, რომ გიორგი სააკაძე ბოლომდე ერთგულია ბაგრატიონთა დინასტიისა. ბოლომდე ერთგულია ის კი არა, თვით ბაზალეთის ტრაგედიის მერეც კი თურქეთში გადახვეწილი გიორგი სააკაძე ერთ მომენტში იქ საფრანგეთის საელჩოში, როცა შეხვედრა დიპლომატებთან, მას მოიხსენებენ როგორც თეიმურას პირველის ელჩს თურქეთში. აი ასე მოიხსენიებენ. კიდე ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება. ლუარსაბ მეორე იმერეთიდან გადმოიყვანეს 1614 წლის ბოლოს 1615 წელს. ეს ის პერიოდი, როდესაც კახეთი აოხრებულია, სისხლის ტბაში ცურავს და რა შადიმან ბარათაშვილმა არ იცოდა ვინ იყო შაჰაბასი, ისმის კითხვა. თუ მას ეჯერა, რომ შაჰაბასი ცრემლებს აფრქვევდა და ეუბნეოდა მე ძალიან მიყვარს ლუარსაბი და ზედამთვარე ამომდის მასეო. შაჰაბასი, რომელმაც 100,000-ობით კახეთიდან ოჯახი გადაასახლა ფერეიდანში, ფარასაბადში, მაზანდარანში, რომელმაც 1000-ობით ქართველის სისხლის კალო დადგა გრემში, ზაგემში, თელავში, სიღნაღში. იმ კაცის ჯეროდა და არ იცოდა 1614 წლის პირველი შემოსევის დროს კახეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვინც მოასწრო, გამოიქცა და ქართლს შეაფარა თავი. იცით თქვენ, ქართლს შეაფარა თავი. რომ ცოცხლად გადარჩენილიყო და მათ არ ჩამოიტანეს ამბავი რა, ცოდვა მადლი ტრიალებდა და ცოდვა ბრალი ტრიალებდა კახეთის მიწაწყალზე. თუ მარტო ისქანდერ მუნში წერს ამას ირანელი მეისტორიე, შაჰ ჰუსეინ მალიქ სისტანი წერს, კარგი მე-20 საუკუნის მეისტორიე ნასრულა ფალსაფი წერს, ია შათერი წერდა ირანის დიდი ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, პროფესორი ცნობილი, რომელიც სამწუხაროდ ამერიკაში გარდაიცვალა კოვიდით. სულ ახლახანს წერდნენ რა 2000 თუ 2019 წელს ამის თაობაზე. რომ ანგელოზი იყო ესე იგი შაჰაბასი არა და ეს არ იცოდა შადიმან ბარათაშვილმა. ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხანია ვიკიპედიაში ეს მასალა დევს და ამ მასალით ერევა ტვინი ჩვენს მომავალ თაობას. მე მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა დავასრულო ასევე ცნობილი მისიონერის და პილიგრიმის სასულიერო მოღვაწის, ისტორიკოსის მამა ამბროზიო დუშანჟუშის შემდეგი სიტყვებით, რომლის ამ პატარა ამონარიდის სათაურია სასჯელი, რომელიც ჩვენმა უფალმა დაადო შაჰაბას დედოფალ ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილისათვის.
ეს არის მოურავ ბეგი, ანუ გიორგი სააკაძე, როგორც მას უწოდებენ. მოურავ ბეგი სასწრაფოდ შეუდგა თავის საქმეს. შუა საუბარში მოურავ ბეგმა თავისიანებს, რომელიც ყველანი ქართველები იყვნენ და ამ საქმისათვის გაფრთხილებულნი და მომზადებული ახლდნენ მას, ნიშანი მისცა. ისინიც ჯერ მოკლე ამონავრიც გიკითხავთ. ეს არის მარტყოფის ომის. ისინი შემოწვიდნენ ყარჩიხახანი და სხვები შეიპყრეს. მოურავ ბეგმა ყარჩიხახანს ხმალი მოუქნია და უთხრა ეს ხმალი შაჰ-აბასის თავის მოსაკვეთად ავალესინე, მაგრამ ვინაიდან ამის შემთხვევა არ მომეცა, თქვენზე გამოცდიო და თავი მოჰკვეთა. მისიანებმა ცხებს წააგდებინეს თავი. შეუტიეს 12,000 ქართველი მაშინვე მოურავ ბეგის მხარდამხარ დადგა. შაჰის ბანაკს დიდი ჟლეტა და რბევა დაატეხა. დიდძალი განძიც იგდეს ხელს. შაჰის შვილიშვილის თვით ყარჩიხახანის დიდძალ სიმდიდრეს და მეთაურთა ქონებასაც დაეპატრონენ. ეს ამბავი შაჰმა ფარაჰაბადში გაიგო და ისე განიცადა, რომ 8 დღე ჩაიკეტა და არავის ჩვენებია. ძალიან წუხდა, რომ ქართველმა მოურავ ბეგმა გაუნადგურა მთელი ყიზილბაშთა არმია. დიდება დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს. მარადიულ ნათელში იყვნენ ის გმირები, რომელიც მის მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოს გადასარჩენად. ნათელში იყოს მისი ძვირფასი ოჯახი, გიორგი სააკაძეს 8 შვილი, 4 ვაჟი, ავთანდილ სააკაძე, პაატა სააკაძე, დავით სააკაძე, იორამ სააკაძე და 4 წყალბატონი, რომელთაგან ერთი იყო გორგასლან ჩხეიძის რძალი, მეორე იყო თეიმურაზ მუხრან ბატონის მეუღლე, მესამე იყო ფარად-ფაშა ჯაყელის მეუღლე და მეოთხე იასექსნის ერისთავის მეუღლე. აი, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი არის სწორედ გიორგი სააკაძის შთამომავალი ქალის მხრიდან. დიახ ბატონებო, შეიძლება ასევე არ აღვნიშნო, რომ შაჰ-აბას თეიმურაზ პირველის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა იმავე პერიოდში იმერეთში მყოფ იმერეთის სამეფო კარზე მყოფ თეიმურაზ პირველისა და ვერ მოახერხა გააგზავნა მკვლელი, მაგრამ შემთხვევით გახმაურდა ღამე ამ მკვლელის ხმალი, გაიღვიძეს დარაჯებმა და შეიპყრეს შაჰ-აბასისგან გაგზავნილი ეს მკვლელი და გადარჩა თეიმურაზ მეფე ასეთ ვერაგულ სიკვდილს, რომელსაც შაჰ-აბასი უწყობდა. როდესაც ამ ოპონენტებს გონიათ, რომ შაჰ-აბას გულზე ეხატა ქართველი მეფეები. და მეორეც და ყველაზე მთავარი, მე ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ ეთერში დავჯდები ამ ეგრეთ წოდებული მეისტორიების წინაშე, გიორგი სააკაძის ამ გმირი პიროვნების გასამართლებლად და ბოლომდე სიმართლის სათქმელად, რომ არ შეიძლება მოღალატე შადიმან ბარათაშვილს უწოდო ანგელოზი, როგორც ცდილობენ ვიკიპედიის ამ სტატიის ავტორები. ნებისმიერ ტელევიზიაში მზად ვარ პასუხი გავცე მათ შეკითხვებს. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.